sensitive was scary, 'cause everything was super vague. Some people lost their way. ეს იდეა გაჩნდა თავიდან ემიგრანტების ფესტივალი რო გაგუკეთებინა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ქართველი მუსიკოსი არის საზღვარგარეთ, რომელიც მოღვაწეობს იქ და ჩვენ არ ვიცით მათი არსება, არ გვაქვს მოსმენილი მათი შემოქმედება. და მომინდა რომ თვითონაც თავის ქვეყანაში ჩამოსულიყვნენ და გაეცნონ თავიანთი შემოქმედება და ჩვენი მუსიკოსებიც გაცნობოდნენ მათ შემოქმედებას. და სწორედ ეს კოლაბორაცია, ქართველების გაერთიანება, რაც მნიშვნელოვანი გონია, იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ფესტივალის დაარსების. და ეს ფესტივალი დაარსდა პირველ არხზე მუსიკის 12 მოციქული ჩემი გადაცემა სათითაოდ მომყავდა სტუმრად და ვაცნობდი მაყურებელს მათ შემოქმედებას და მე გაკეთდა მათი კონცერტი ერთად. ნუ მესმა ამაში ამ პროექტის განხორციელებაში გვერდზე დაგვიდგა როგორც კულტურის ფონდი, რა თქმა უნდა, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს ძალიან ბევრ საინტერესო პროექტებს. დღეს ამ საოცარი კონცერტის მოსმენის შემდეგ ძალიან დიდი სურვილი გამოჩნდა, რომ ეს ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ასეთ საოცარ მუსიკას ქმნიან, ასრულებენ, ორგანიზება გავაკეთოთ დიდ საკონცერტო დარბაზში ასეთი კონცერტის თუ მსურველობა. ფესტივალის იდეა დათო ევგენიძეს ეკუთვნის და მე ძალიან მიხარია, რომ დათო ზუსტად იცის რა ჭირდება ამ ქვეყანას, ცდილობს რომ მოიზიდოს ეს ემიგრანტი, განსაკუთრებით მუსიკოსები, ჩამოიყვანოს აქ რაღაცა სტიმული მისცეს, ძალიან ნაფიქრი იდეა რა, ჩემი აზრით და ძალიან კარგი იდეა რატომ? ყველა ვერთიანდებით მუსიკაში. ამაზე დიდი რა უნდა იყოს, ხო, იმიტომ რომ მუსიკას ხო არა აქვს საერთოდ, ანუ მუსიკა ხო თვითონ ენაა, მუსიკას ხო არ ჭირდება თარგმანი, არაფერი არ ჭირდება ნებისმიერ ენაზე, ყველაფერი გვესმის და მუსიკაში როცა ვერთიანდებით, ეგ არის ზუსტად სიყვარულში გაერთიანება. და აი ამის დასაწყისია და ამის საწყისია ალბათ ეს ფესტივალი. დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში გადავუხადო ბატონ დავით ევგენიძეს ესეთი კარგი პროექტისთვის, რადგან ეს იქნება мотиваცია მუსიკოსებისთვის დაბრუნდნენ და საკუთარი შემოქმედება გაუზიარონ არა მარტო ქართულ მსმენელს, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩემთვის როგორც მუსიკოსი, შეიქმნას კოლაბორაციები და იყოს ასე ვთქვათ, აი მუსიკოსებში გაზიარდეს ეს ინფორმაცია და ეს კულტურა, რაც უცხოეთში გვაქვს შეძენილი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. ფესტივალის იდეას რაც შეეხება არის გენიალური, მაგას ვიტყვი, იმიტომ რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველებს, როცა აქვთ შესაძლებლობა იმის, რომ თავის შემოქმედება ჩამოიტანონ და ფესტივალზე გააჟღერონ, არის ძალიან მაგარი რა და დღეს ზუსტად ეგ დღეა, რომ აი ეს 7 ემიგრანტი ქართველი, რომელიც მოღვაწეობს საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევა, რომ ჩამოიტანოს თავის შემოქმედება და დღევანდელ კონცერტზე გააჟღეროს.